ძალიან საინტერესო იყო თვითონ ბიუჯეტის მიღების პროცედურები და საბიუჯეტო პროცესი, რომელიც 2016 წლის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა გაიარა. კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით შემოვიდა ქალაქის საკრებულოში ბიუჯეტი, შემდგომში იყო არაერთი განხილვა, რომელიც ასევე იყო სიახლე ჩვენი ქალაქისთვის. შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი იყო ბიუჯეტის განხილვის პროცესში ჩართული იყო და აქტიური გახდა არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო სექტორი, საინიციატივო ჯგუფები, რომლებმაც არაერთი წინადადება რჩევა თუ შენიშვნა წამოაყენეს ამ განხილვის პროცესში. ჩვენ აღნიშნული წინადადებები მივაწოდეთ ქალაქის მერიას ბიუჯეტი და მართლაც ძალიან საინტერესო იყო ის, რომ აქტიურად იმუშავა ქალაქის მერიამ აღნიშნულ შენიშვნებზე და შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად მოხდა ყველა წინადადების, ყველა რჩევის შენიშვნის გათვალისწინება. შესაბამისად, დღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სტომაზე მოხდა საბოლოო განხილვა ბიუჯეტის და საკრებულოს წევრთა უმრავლესობით ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი განხილული ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და გამოთქვა იმედი, რომ 2016 წელი იქნება მართლაც განსაკუთრებულად ნაყოფიერი წელი ჩვენი ქალაქისთვის. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის მოლოდინიც ქალაქს აქვს, განხორციელდება. ძალიან საინტერესოა თვითონ ბიუჯეტის სოციალური თემატიკის თვალსაზრისით, ჯანდაცვის ნაწილი აღნიშნული ბიუჯეტის, მასში ჩადებულია ასევე საგრანტო პროგრამა, რომელიც განსაზღვრულია არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისთვის, ყველა იმ ინიციატივის თუ პროექტის მხარდაჭერისთვის, რომელიც წამოვა აღნიშნული სექტორებიდან და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მართლაც 2016 წელი იქნება გამორჩეული წელი ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. აქვე გამოვიყენებ შესაძლებლობას და მინდა მივულოცო ყველა ზუგდიდელს, ყველა ჩვენს თანაქალაქებს 2016 წელი და კიდევ ერთხელ ვისურვე, რომ ეს 2016 წელი იყოს საუკეთესო წელი თითოეული ჩვენგანის ოჯახის.